მე მეჩვენება რომ გუგა შენ კი აი კლასიკური, ასე ვთქვათ, შავ-თეთრი კინოს მოგზაური ხარ ჩემთვის, კარგი გაგებით, მაგრამ მეჩვენება რომ კარგი გაგებით, მაგრამ ამოჩემებული გაქვს ეს ნეპალი ასეა, კატმანდუ? არა, ამოჩემებული არა, ორჯერ ვიყავი, უბრალოდ ერთხელ, იქ მოხდა ესე რომ მეგობარი ჩემი ავსტრიელი, ვისაც იქ ყავს მეგობრები და აი ეგრე უკვე ნაცნობები რო ყავს, ვისთანაც ჩადიხარ. ეს სიურპრიზია, ეს არის ფოტოები, რომლის შესახებ შენ არ იცი, ეს არის ტატოს გადაღებული ფოტო. ტატოს გადაღებული, მეორედ ყავდა ჩემი შვილი და უკვე იქ მე აღარ ვიღებდი, ვთხარ ხა შენ გადაიღე და მე ეგ არის კატმანდუ, ხო. და იქ არის ნაწილი, ხა იქნება ალბათ ზემოთ ტბები ვითარი და ანუ მე სადღაც 4500 მეტრზე ხო და გუგა, იცი რა მინდოდა მეკითხა? აი რომ ასე რჩევათ რო კონდეს ეგზოტიკურ ქვეყანას, აი ესეთი ამ ცნების პირდაპირ გაგებით. ეგზოტიკური ქვეყანა უფრო გიზიდავს შენ თუ ვთქვათ რაღაცა უფრო ქვეყანა რომელზეც ნაკლები რამე იცი თუ პირიქით ქვეყანა რომელზეც მეტი რამე იცი და არ გინახავს. არა, ბუნებრივად მიზიდავს ის სადღაც არ მინახავს და მე არის ქვეყნები სადაც მინდა და მე ვერგან არ ყოფილი ვარ კიდევ თქვათ. და იქ მინდა, მაგრამ სად გინდა პირდაპირ თქვი? იაპონიაში მაგალითად. იაპონიაში მეც მინდა. ყველას უნდა იაპონიაში. გოგა ნაყოფი ხარ იაპონიაში? იაპონიაში არ ვარ ნაყოფი, თუმცა ესეთი მძაფრისურვილი არ მაქვს. ერთ-ერთი მძაფრისურვილი რის მიმართაც მაქვს, ეს არის წყნარი ოკეანის კუნძულები, ფიჯი, ახალი ზელანდიის იქით და ტონგას შემდეგ და ანტარქტიდა. ეს არის ჩემი აუოკებელი სურვილი წავიდე ანტარქტიდას. აი ანტარქტიდა მესმის მართალი გითხრათ, მეგობრებო, ვერ ხვდები. აი ერთზე და ორზე თუ ხარ ნამყოფი, უკვე ჩათვალე რომ ყველაზე ნამყოფი ჩემი გადმოხევი. თქვა მალდივის კუნძულები აბსოლუტურად სხვა კუნძულებია, კანარის კუნძულები სხვა ოკეანე, ლამაზი. არა, იქ მხოლოდ მარტო ეს აი ეთნოგრაფიაა ძალიან სეტოს. როგორც ჩვენთან საქართველოში ხეობები განაპირობებენ სამზარეულოს, როგორც ასე ვთქვათ, ჰაერი კლიმატი განაპირობებს, ვთქვათ, ჩაცმულობას და სახლის მშენებლობასაც კი კუნძულებიც განაპირობებენ იქ ცხოვრების წესა და ეთნოგრაფიას. გოგა, ეს შენი ფოტო იყო და 25 ძაღლი ყავდა მისი იყო? რიოს კარნავალის კადრებია სხვათა შორის, რომელიც აუცილებლად ყველას ურჩევ რომ წავიდეს ერთხელ ცხოვრებაში, ერთხელ მაინც ნახოს რიოს კარნავალი და დატოვოს სასტუმროში ყველაფერი და ისე იანვარ-თებერვლის დასაწყის ემთხვევა, ეხლა დაიწყება მალე რიოს კარნავალი და 12 სკოლა გამოდის, ერთმანეთს ეჯიბრებიან ცეკვაში, ეს არის არაჩვეულებრივი დღესასწაული. ერთი და იგივე მუსიკა არის, ამ მუსიკაზე, რომელიც საათნახევარი გრძელდება ერთი სკოლისთვის, სამბადრომის მე დაგიჯერე, მაგრამ სოფლიო ჩემპიონატზე წავალ ფეხბურთში ჯობია. რჩევა გაქვია, მირჩია. აი ეს ნახეთ, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფოტო არის, მერცხალი შემთხვევით იესოს კულზე. კარგი იყო. გოგა, აი თხრობისას ახსენა სიტყვა სამზარეულო და აი თინასაც მინდა ვკითხო, რომ გასტრონომიას იმ ქვეყანაში, ახალ ქვეყანაში სადაც ჩადიხარ, აქვს შენთვის მნიშვნელობა, ანუ ნაწილია შენი მოგზაურობის თუ ესა? არა, ნაწილი ნამდვილად არ ხდება, უბრალოდ ვარჩევ. თუ რაღაც ისეთი ეგზოტიკურია და განსაკუთრებულია, იმას ვცდილობ, რომ აუცილებლად გავსინჯო, მაგრამ თუ არა და შესაბამისად რაც რისი სურვილის მაქვს იმას შევძენ. არა, შეგიძლია შემწარ კარტოფილზეც გადაატარო ყველაფერი. კი, შემიძლია კოკა-კოლაზეც გადავიარე. ქვეყანა, რომელიც გეძახის ისევ რომ მიბრუნდე. და ფიქრობ რომ აი ეს არის შენი, აი რაღაცა გულწრფელად რო გითხრათ, თანამედროვე კომუნიკაციების საშუალებებით უკვე იმდენად ხშირად ამყარებ ურთიერთობას შენს ქვეყანასთან, შენს ახლობლებთან, რომ ეს მონატრების გრძნობა საქართველოს მიმართ აღარ მაქვს. მიუხედავად იმისა, ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს. იმიტომ რომ ყოველდღიურად თქვათ იქ არსებობს ინტერნეტი, არსებობს ტელეფონი, რომელიც ჩართული მაქვს. არანაირი ასე ვთქვათ პრობლემა არ მაქვს და შესაბამისად როცა ადამიანთან მუდმივ ურთიერთობა აქვს, ძალიან ძნელად თუ მოგენატრება ეს გარემო, სადაც გიხდება ყოფნა, მაგრამ არის ქვეყნები, რომელთანაც მაინც შორს რჩები, რაც უნდა კარგად იცოდე და გენატრება. ესეთი 2-3 ქვეყანა არის, მაგალითად ძალიან მიყვარს ვიეტნამი და ძალიან მიყვარს. უნდა მეთქვა, რა უცნაური, ოღონდ მე ვიეტნამში ძალიან არ ვიცი რამდენი წლის წინ ნამყოფი, შენ მაშინ ალბათ დაიბადე მარტო. აი, რაღაცა საოცარი მონატრება მაქვს, იმიტომ რომ ეს იყო პირველი ქვეყანა, რომელიც არანაირად არ გავდა ჩემ კულტურას, ჩემ ქვეყანას, ჩემ ადამიანს, არც სუნით, არც ვიზუალით, ხო, არაფრით. საოცარი ქვეყანა არის. ეხლაც ისეთ, აი როგორ თქვი, გამიკვირდა, ეხლა ძალიან მაინტერესებს, მითხრეს რომ ძალიან შეიცვალაო. იცით რა, არ გონია მე რამდენიმე კადრი მაქვს მოტანილი, ვიეტნამური ქუდები ახურავთ, თუ შესაძლებელი ექნებათ მე აჩვენებენ. ესე იგი
ვიეტნამი არის ქვის ქვეყანა, რომელიც ალბათ არც არასოდეს შეიძლება, იმიტომ რომ თუ ის შეიცვალა ის ვიეტნამი აღარ იქნება. დღემდე ქუჩებში, დედაქალაქ შანოიში დადიან მოტოციკლებით, ან ესეთი ხელჯოხით საათლები აქვს გადმოკიდული და ხო, რიქშები იმათი კულტურის ნაწილია და ეს თუ დაიკარგა, მე მგონი აღარ იქნება ასე ვთქვათ ის ვიეტნამი და მეორე ქვეყანა, რომელიც ასე ძალიან მენატრება, ეს არის ტუნისი. ახლა მე შემოგერთდები. მართლა ეს საოცარი ქვეყანა და იქ შევიგრძენი მე თითქმის აფრიკაში 5 ჯერ ვარ ნაყოფ, მაგრამ ტუნისში ყველაზე კარგად ნახე, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ეს არის არაბული კულტურის ქვეყანა, მაგრამ აფრიკული კულტურა ძალიან კარგად ნახე, ასევე აქ არის ბერბერების კულტურა. კი, ბერბერების კულტურა საოცრებად და ნამდვილი საჰარა შევიგრძენი იქ. საოცარი. ცოტა დამცრგუნველი, ცოტა ისეთი, ცოტა საშიში მე ყოველ შემთხვევაში. უდაბნო ყოველთვის ასე ვთქვათ, მე რამდენჯერმე გავედი, რომ გადამეღო ეს საჰარას უდაბნოები, იმიტომ რომ ეს ლანდშაფტები ძალიან მიყვარს, მე მზის ჩასვლა განსაკუთრებულად ლამაზია და ფერები სხვანაირი არის. მაგრამ რა იცი რა არის გასაკვირი, რომ მეორე დღეს რო გავედი, ისეთი აღარ იყო. მესამე დღეს რო გავედი, ისეთი აღარ იყო. ერთხელ აკლემებით გავედი, ერთხელ ჯიპით გავედი, პატარა 4-მავალით კვადროციკლს რო ეძახია. ძალიან საინტერესო კულტურა, პლუს რომაული კულტურა ძალიან დიდი, თქვათ კოლიზეუმების ამისთვის უნდა ჩახვიდეთ ტუნისში და აფრიკის აღმოჩენა დაიწყო ჩრდილოეთიდან. ძალიან ნაკლებად ევროპა არ მენატრება. ამას რა ვუშვებ, ტოვებ ხოლმე? ეს ისე ზის რო ეხა ვერ შეამჩნევ რო არ თქვათ. ტოვებ ხო? ატაგიბონი არა? არა, ეხა იქ იმალაში. პასუხს შეკითხვაზე გასტრონომია და ქვეყანა სადაც ჩადის. შენთვის თუ აქვს მნიშვნელობა, თქვათ, აი ამ რეცეპტორებით მიღებულ სტაბილებას ქვეყნიდან. კი, რასაკვირველია, და ჭამ ყველაფერს აბსოლუტურად და არაფერი არ მემართება, მე არ ვიცი. მაგალითად, ახლა ნეპალში, კატმანდუში ღამე რიქშები რო ჭამენ, მომო არის როგორც პილმენი, აი ქუჩაში რომ მოაქვს და უგებრიელეს დილის 6 საათზე იმათთან ერთად რა მე არ მწყეს. ამდენად მე ვჭამ ხოლმე და ვსინჯავ და ნუ არ ამიტომ ნაწილია ეს იმ რა ვიცი ნუ ემოციური მეხსიერების რაც გამოყვება მე რა ისეთივე მნიშვნელოვანია რა ისე რომ გიწევს იმ მომენტში იქ ახარ და ამას ჭამე და შენ ჭამ თქვათ რა არა ისაც ხო არის ინტერესი არა ხო არის ეს ეგრე არა ხა გინათ თუ არა შევჭამ თუ ამში არ ვიცი მაგრამ მე იცი რა მიყვები აი იმ სიტუაციას სადაც ხარ და იქიდან გამომდინარე თქვათ თუმცა ძალიან ყურადღება მისაქცევი მე ძალიან მიყვარს ადგილობრივი კერძების მირთმევა დაგემოვნება იმიტომ რომ ეს იმათი კულტურა ხასიათი კიდე კარგად შეიგრძნო მაგრამ თქვათ ინდოეთში ძალიან ფრთხილად უნდა იყო იმავე ნეპალშიც ფრთხილად უნდა იყო იმიტომ რომ წყალია პრობლემა და შესაბამისად წყალი განაპირობებს ასე თქვათ იმ ისეთ ბაქტერიებს შეიცავს რომელიც შენი ორგანიზმის არ არის მიღებული და აფრიკაში არავითარ შემთხვევაში აფრიკის ძალიან ბევრ ქვეყანაში არ უნდა მიირთვათ ადგილობრივ რესტორანში ჯობს უფრო დასავლური ტიპის ან სასტუმროებში განთავსებულ რესტორნებში მიირთვათ ამას ვინც მიდის სამოგზაუროდ ყველას ურჩევ რომ გარანტირებულია კუჭნაცლავის პრობლემების წარმოჩენა ადგილზე და ასე შემდეგ. იმიტომ რომ შენი კუჭნაცლავი არ არის შეშეული იმ ბაქტერიების რაღაცა იმას? კი, რა თქმა უნდა, ისე როგორც ვთქვათ, შეიძლება აკროფენოვანი ხაჭაპური მიირთვა, არაფერი დაგემართს, მაგრამ უცხოელიო ჩამო, შეიძლება იმან რეაქცია მოახდინოს. მე ყოფილი ეგეთი. ზოგადადაც ჯობს რომ ჩვენ ქართველებმა უფრო მეტად ქართული ნაწარმი მოვიხმაროთ. გარდა იმისა რომ არა, აქ როცა ვართ, გარდა იმისა რომ ამით ჩვენს ეკონომიკას ვეხმარებთ. უბრალოდ სასარგებლოა, იმიტომ რომ ჩვენ წინაპრები იმ წყლით გაიზარდნენ და შესაბამისად გენეტიკაში ჩაგვიდეს იმ წყლის ის მინერალები, რომელთაც ირწყვება, ასე ვთქვათ, ეს ხილბოსტეული ეგეთ არის და ისეთ ახლა ძირფასებო ვიეტნამი, იაპონია და ცოტა სევდა მომაწვა მართალი გითხრათ, იმიტომ რომ პრინციპში ჩვენი წარსულით და დღევანდელი რეალობითაც ძალიან დაჩაგრულები ვართ ამ თვალსაზრისით. პრობლემურია ჩვენთვის მოგზაურობა, პრობლემურია საზღვარგარეთ გასვლა. ეს დაწყებული ვიზის აღებიდან და იმ რაღაცა სრულიად არა ადამიანური დამოკიდებულებით უფლების მონიჭება არ მონიჭებით დამთავრებული მატერიალური შესაძლებლობით, იმიტომ რომ ასეთი ძვირი და არაადეკვატური როგორიც ღირს თქვა თბილისიდან დედამიწის რომელიმე წერტილში თვითმფრინავით გადაფრენა ვაფრინავთ ღამე, იმიტომ რომ იაფია ცაო ნუ რა იაფია და ეს იაფი ჯდება საოცარი, ნუ სრულიად წარმოუდგენელი. იცით რა არის, მან ყველაზე მეტად მე ვფიქრობ, რომ მოგზაურობის ფული არ არის ძალიან დიდი ფუფუნება. სავიზო საკითხები მართლა ძალიან დიდი ფუფუნება. ბიუროკრატულ საკითხებზე ძალიან სწორად შეეხე, განსაკუთრებულად მე მაღაზიანებს ის დამოკიდებულება, როცა მე რიგში ჩავდგები ხოლმე ვის სასაღებად, ის დამოკიდებულება, რომელიც ჩემ მოქალაქეები აწყდებიან საკონსულო სამსახურის მიერ. თითქოს
თუმცა მე ამიხსნეს რომ ხშირად ეს შეიძლება ჩვენი ბრალიც არის და მაგრამ არ ამართლებს ესეთ მდგომარეობას რომ სამართლოდ მაგალითად დეკემბერში როდესაც მე ჰოლანდიის საელჩოსთან ნახე რა ხდებოდა ეს იყო დაცინვა ჩვენი მოქალაქეების და ასე თქვა საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ვერ ნახავთ ნორმალურად სავიზო ინფორმაციის შესახებ ცნობებს ხშირად მე ჩავიხედავ ხოლმე და წერია რომ იმ ქვეყანაში როდესაც მე უვიზოდ ჩავსულ ვარ იქ წერია რომ ვიზა მჭირდება რომელიც უნდა ავიღო ან მოსკოვში ან კიევში სამშობლოში უვიზოთ არის იქაც კი არ არის დაშვებული ინფორმაცია ამიტომ მე ვთვლი რომ მაინც და მაინც მარტო ჩვენი მოქალაქეების ბრალი არა ეს არის ზოგადად სახელმწიფოს პრობლემა და არ დავასახელებ საერთაშორისო და წვიმდა და გარეთ მაგიდა ედგა და იქ გავდი იქ შეავსე ეს წვიმაში შეავსე ანკეტა ანუ რაღაც არის ეხა ეგ თავი პრობლემა ბილეთის ფასიც ხშირად არ არის ძვირი თქვა არიან ავიაკომპანიები რომლებიც აცხადებენ თქვენ ბრძანდებით გამოცდილი მოგზაურს თქვა და იცით რამდენი ხნით ადრე რა საიტიდან შეხვიდეთ როგორ მოხდეთ აქციაში ხო და ზოგადად ხო ქვეყნები სადაც მხოლოდ ჰაერით შეიძლება მისვლა ხო და თუ ეს უცებ გამოგიჩნდა უცებ არის უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ხო საშუალება რომ იმოგზაუროთ არა ნახევარი წლით ადრე სადაც შეიძლება ცოტა იაფათი ძვირია მერწმუნეთ გოგა ძვირია კი რა თქმა უნდა ძალიან ძვირია ზოგადად ბილეთები განსაკუთრებით თბილისიდან გაფრენა თუნდაც იმავე სტამბულში თუ არ არის რაღაც სპეციალური აქცია მაგრამ ხანდახან არის ეს აქცია როცა გინდა რომ დაამტყიო აქციას შენი მოგზაურობა მაშინ ზუსტად მაშინ ვერ იღებ ვიზას მე მაგალითად იაპონიაში როცა მოხდა ის ფუკუშიმას ტრაგედია ბიძის როცა მოხდა ძალიან მინდოდა რომ იქ ჩავსულიყავი და მე მუშავა იქ გადამეღო ეს მინდოდა როგორც ფოტორეპორტიორი და როგორც მოგზაური ისე ჩავსულიყავი და იმის გამო რომ ვიზების პრობლემა შეექმნა მაგ ბილეთის ფასს აღარ დავეძებდი ვეღარ მოხდი ზოგადად მაინც მე ვთვლი რომ ბოლოს მაინც მიდიხარ ასე ვთქვათ ვიზებთან და ახლა ბრაზილიაში დაიწყება უკვე ოლიმპიადა და მსოფლიო საფეხბურთო პირველობა და ვიმედოვნებ რომ ახლა მაინც გახდება ადვილი გაადვილებული რომ ჩახვიდე და ბრაზილიაში რომ ჩახვალ ამ ხელა მანძილზე მე ვფიქრობ იქ უნდა გადახვიდე არგენტინაში იგუაზუს ჩანჩქერი ნახო რომელიც აკავშირებს ამ ორ ქვეყანას პარაგვაიში გადახვიდე და შესაბამისად არგენტინის ვიზის ასაღებად სომხეთში აღარ უნდა ჩახვიდე ერევანში არამედ თბილისში მაინც იქნება ისე მოხდეს რომ ასე გაგიჟებაც არ გვიდოთ მე მინდა რომ ყველა ადამიანს უსურო ყველანაირი სამოგზაურო ფანტაზია დაიკმაყოფილოს ნეპალში არ არის გაგიბაჟოს ასე რომ მივძახ 46 ქვეყანა ესეთი სადაც ვიზა არ ჭირდება საქართველოს პრობლემა ვიზებთან დაკავშირებით არის კარგით უნდა დავამთავროთ ჩვენი გადაცემის ეს ნაწილი ყველას წარმატებულ მოგზაურობას გისურვებთ ვისაც რაიმე მიმართულება გაქვთ აღებული ცხოვრებას კონკრეტულ მიმართულებებზე რეკლამის შემდეგ კიდევ ვისაუბრებთ რა ქალაქები უნდა ვნახოთ 2014 წელს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტურისტული ვებგვერდი გვირჩევს